დღის სტუმარი. შუადღემშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით პოლიკ რადიოს პირდაპირ ეთერიდან სოფო გოდუაძე და აი დადგა ჩვენს ეთერში უკვე გადაცემა დღის სტუმრის დროც და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე. თემაზე თითქოს ერთი შეხედვით ვითომ რაღაც ვიცით, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრი დეტალია, რაც შეიძლება ჩვენთვის უცნობი იყოს და საგანგაშოც იყოს და ყურადღების მიქცევა საჭიროებდეს და მოკლედ და კონკრეტულად დღეს ვისაუბრებთ კლიმატის ცვლილების შესახებ, გახშირდა თუ არა საქართველოში ბუნებრივი კატაკლიზმები, იწვევს თუ არა იგი ეპიდემიების გავრცელებას, საქართველოს რომელი რეგიონებია კლიმატის ცვლილებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე და რა შეიძლება გაკეთდეს გლობალური დათბობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად. აი ამ და კიდევ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად და მე ვეცდები რომ ახლა უშეცდომო წარმოვთქვა ამ ადამიანების რეგალია პროგრამის კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ინსტიტუციონალიზაციის საქართველოს რეგიონებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი გაბატონი თამარ ბაგრატია და თსუ-ს ასისტენტ პროფესორი ბატონი გიორგი დვალაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის და იმედი მაქვს რომ ძალიან საინტერესო წარიმართება ჩვენი საუბარი, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც საზოგადოების მხრიდან ყურადღებას საჭიროებს. მოდით დავიწყოთ უპირველეს ყოვლისა თავად გლობალური დათბობის შესახებ, რატომაც ბევრს გონია რომ ეს არის მითი, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ კონკრეტულ შედეგებს ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზეც ვიწვნევთ ხოლმე. და ვისაუბროთ იმ პროგრამის შესახებ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ. გამარჯობათ, მივესალმები მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენ მოწვევისათვის და ზოგადად ფოლკ რადიოს მინდა ჩვენი პროექტის სახელი ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომ მუდმივად თანამშრომლობთ ჩვენ პროექტთან და ასევე ჩვენც თანამშრომლობთ თქვენს რადიოსთან. იცით, მოდით ახლა თავიდანვე განსაზღვროთ, კლიმატის ცვლილება ეს არ არის მხოლოდ გლობალური დათბობა. კლიმატის ცვლილება ასევე სხვადასხვა მოდით კატაკლიზმებს დავარქვით, მაგრამ სხვადასხვა ცვლილებებს განაპირობებს ბუნებაში, გარდა ტემპერატურის ცვლილებისა, ეს მაგალითად შეიძლება იყოს ტენიანობის ნალექების სხვადასხვა რაოდენობის მოსვლა, ხო? ამიტომ ეს სხვათა შორის საზოგადოება ძალიან ხშირად ეშლება ხოლმე და კლიმატის ცვლილებას აუცილებლად ამ კოლგის ქვეშ, გლობალური დათბობის ქვეშ მოიაზრებს ხოლმე, მაგრამ იმთავითვე ვთქვათ, რომ კლიმატის ცვლილება ეს არ არის მხოლოდ გლობალური დათბობა, არის სხვადასხვა კლიმატის შემადგენელი, ასე ვთქვათ, ელემენტების ცვალებადობაც. ამაზე უფრო დეტალურად შემდეგ გიორგი შეუძლია თქვა აგიხსნათ რა ელემენტებზე არის საუბარი. რაც შეეხება ახლა ჩვენ პროექტს ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩვენი პროექტის შესახებ. ჩვენი პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და ახორციელებს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა თვითმმართველ ერთეულში არსებობდეს რაღაცა ინსტიტუცია, სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს კლიმატის ცვლილების, მდგრადი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის საკითხებზე. მაგრამ გარდა ამ კომპონენტისა, ასევე გვაქვს უამრავი სხვა კომპონენტიც და განსაკუთრებით ჩვენ მუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე, როგორც მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან, ასევე გვაქვს და მე ამაყი ვარ ძალიან კარგი ქსელი ჟურნალისტებიც, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და რომლებსაც მუდმივად უტარდებათ სამეცნიერო ექსპედიციები და მიდიან კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლად სხვადასხვა რეგიონებში, სადაც ისინი საკუთარი თვალით ნახულობენ იმ ტერიტორიებს, იმ არეალებს, სადაც კლიმატის ცვლილებამ საქართველოში განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. და დღესდღეობით თქვენ ახან შესავალში თქვით, მოდით თქვა ასევე რომელი ტერიტორიებია განსაკუთრებით მოწყვლადი საქართველოში კლიმატის ცვლილების მიმართ. პირველი ეს არის მაგალითად დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი, სადაც გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს, ხშირი არის გვალვები, მოდის ნაკლები რაოდენობის ტენი და მეცნიერები მაგალითად ვარაუდობენ, რომ დაახლოებით მოდელირებით 2050 წლისთვის შეიძლება აქ სერიოზული პრობლემა შეიქმნას წყლის, ვინაიდან ნალექები შემცირდება, შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნილება ასევე და დედოფლის წყაროში შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული პრობლემები კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე. ასევე ეს არის შავი ზღვის სანაპირო ზოლი
მოგეხსენებათ აქ ზღვის აბრაზიულ პროცესებს, ანუ განმარტავს მსმენელებისთვის აბრაზიული პროცესი ეს არის ზღვის დამანგრეველი მოქმედება, აქ არის საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ შავი ზღვის სანაპირო ზოლი საქართველოსი არის საკმაოდ მოწყვლადი კლიმატის ცვლილების მიმართ და შემდგომ ეს არის ესეთ სხვადასხვა ფაქტორებზე ვლინდება. აი ხა გიორგი შევხედე და მაშინ გამახსენდა მყინვარები, საქართველოს მყინვარები, ხო? ჩვენ ვნახავთ და ჩვენ გვაქვს უამრავი ფოტო, მაგალითად, სადაც დინამიკაში ვნახულობთ, რომ სამწუხაროდ კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოს მყინვარებზეც აისახა და რას ნიშნავს ახლა როგორ აისახა, ხო? შემცირდა მყინვარების მოცულობა და ეს ტემპი, ასე ვთქვათ, არ ნელდება. ანუ გარკვეული პერიოდის შემდგომ თუ კლიმატის ცვლილება ესე გაგრძელდა, შეიძლება გარკვეული მყინვარები საერთოდ გაქრეს სვანეთში. და ნახოთ რომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებები, რაზეც ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს მომავალში ვიმუშაოთ ყველა თვითმმართველობებში, რომ თვითმმართველობებს გქონდეთ გარკვეულწილად წინასწარ ადაპტაციის და ამ კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების ღონისძიებები დაგეგმილი. ჩვენ პროექტს აქვს სლოგანი კლიმატის ცვლილება არ ნიშნავს გაუმჯობესებას განასხვავებ, მაგრამ როცა ჩვენ დავდივართ იგივე თვითმმართველობასთან, საზოგადოებას, მედიასთან, სტუდენტებთან და ასე შემდეგ, 4 ძირითად ასე ვთქვათ სლოგანზე მესიჯზე უпроსწორად ვამახვილებთ ყურადღებას და ეს მესიჯები არის პირველი ის რომ კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა სამწუხაროდ კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ტურიზმის განვითარებაზე გიორგი საუბრობს ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად თუ არის საინტერესო კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ენერგეტიკაზე და კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ინფრასტრუქტურაზე. ანუ ჩვენი მესიჯები მომდინარეობს იქიდან, რომ იცით თვითონ მეცნიერები სოფლიოში მაგალითად იყოფიან რამდენიმე ნაწილად. ერთი ნაწილი საზოგადოების მაგალითად თulis, რომ კლიმატის ცვლილება ეს საერთოდ მითი არის და რაღაცა განსაკუთრებული კი არ ხდება დღეს ბუნებაში, ხომ, სოფლიოში. არამედ ეს არის გარკვეულწილად ბუნებაში არსებობს რიტმული პროცესები და ეს არის რაღაც ამ ციკლების მონაცვლეობა. მაგრამ არსებობს მეცნიერთა მეორე ნაწილი, რომელიც თვლის, რომ სამწუხაროდ კლიმატის ცვლილება ეს უკვე აღარ არის მითი, ეს არის რეალობა და იმიტომ რომ მაქსიმალურად ვიყოთ მზად იმ ასე ვთქვათ შედეგებისთვის, ნეგატიურ შედეგებისთვის, რომელიც შეიძლება მოგვიტანონ კლიმატის ცვლილებამ, საჭირო არის ადაპტაციის მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება. ანუ დაუბრუნდეთ ისევ იმას, რომ კლიმატის ცვლილება ეს არ არის რაღაცა მითი, ეს არის რეალობა და რეალობა მომდინარეობს ასევე იქიდან, რომ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ გახშირებულმა წვიმებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მეწყრული პროცესები, უფრო მეტი ეკომიგრანტი ყავდეს, შეიძლება გარკვეული ეპიდემიები გავრცელდეს და ასე შემდეგ, მათ აქვს ასევე პირდაპირი გავლენა იმ ეკონომიკის სექტორებზე, რომელზეც მე მქონდა საუბარი. ბატონო გიორგი, კლიმატის ცვლილება ეს არ არის პროცესი, რომელიც დაიწყო გუშინ და გუშინ წინ, ხომ? ეს წლებია მიმდინარეობს და რას გულისხმობთ ამ კლიმატის ცვლილებაში? ქალბატონმა თამარმა აღნიშნა კომპონენტები. ის რომ თქვა ძლიერი ქარიან, ხანდახან ძალიან ცხელა, ხანდახან ძალიან ცივა, გვალვა, გახშირებული წვიმა თუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერია თუ არის კიდევ რაღაც, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, არა მხოლოდ თქვა მეცნიერების მხრიდან, საზოგადოებამაც შეიძლება ამაში შეიტანოს გარკვეული წვლილი. მოგესალმებით, მივესალმები რადიოსმენელს, გილოცავთ ახალ სტუდიაში მოწყობლობას, ვისურვებდით და გისურვებთ იმას, რომ თქვენი გადაცემები მოისმინონ საქართველოს ყველა სოფელში, ყველა დასახლებულ პუნქტში და ასევე მინდა გითხრათ მადლობა, გითხრათ იმის შესახებ, რომ თქვენი ფოლკ რადიო ძალიან აქტიურად არის ამ პრობლემის გაშუქებაში და სანამ უშუალოდ სხვა სათქმეებზეც ვიტყოდი, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასმედიის და მედიის როლს ამ პრობლემების
შეფასებაში, მოსახლეობამდე მიტანაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევები, რომ მოსახლეობა ვერ ფლობს ინფორმაციას ზუსტად და აი ესეთი გადაცემებით, ესეთი შეხვედრებით და ძალიან განსაკუთრებით მადლობელი ვარ USAID-ის პროგრამის ფარგლებში ესეთი ღონისძიებებისა, რომელსაც ნამდვილად განსაკუთრებული შედეგი მოყვა უკვე და მომავალშიც მოყვება. რაც შეეხება კლიმატის ცვლილება დედამიწის დაარსების თუ დედამიწის პლანეტის გაჩენის დღიდან იყო და ეს გაგრძელდება მომავალში. თუმცა აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად და გასაგებად კიდევ ერთ ხაზს გაუსვამ, უნდა უთხრათ ჩვენ საზოგადოებას. მეცნიერების როლი მარტო არ არის ის, რომ მეცნიერული შრომები იყოს და ეს იყოს გასაგებად მოსახლეობისთვის მიწოდებული ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ინფორმაციის მიწოდებას მათი მოვალეობაც არის და უფლებაც არის, ხო? ამიტომ გარკვეული საკითხები, რომლებიც არის ძალიან აქტუალური დედამიწისთვის, საქართველოს საკითხებისთვის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო ადრესატამდე მივიტანოთ მაქსიმალურად გასაგები ფორმით და უთხრათ ის, რომ აი მაგალითად თუნდაც ზამთარში ახლა მიმდინარე ზამთარი განსაკუთრებული არის ამ მხრივ ნალექების არათანაბარი განაწილებით და ამას რა შეიძლება მოყვეს. ჩვენც რომ არ ვთქვათ, ეს ფაქტის სახეზეა, რომ ზოგიერთი სამთო კურორტი, რომელიც პირდაპირ ზამთრის აი ამ კლიმატურ პირობებთან არის დაფუძნებული და შესაბამისად იქ თავარი არის თოვლი და თოვლიანობა მიმდინარე ზამთარში მათ ძალიან ცუდი პრობლემები შეექმნათ ფიზიკურად არ იყო იმ რაოდენობის თოვლი და ხანგრძლივობა არ იყო იმდენი ხნის განმავლობაში რომ გაიგრძელებიათ კურორტის შესაბამისად ეს უკვე რაღაც გარკვეული პრობლემების დასაწყისია ასევე გაზაფხულით შესაბამისად ხშირად იმ რეგიონებში სადაც ეს მოსახლეობა არ არის მზად უფრო მეტი იგივე სტიქიური პროცესების მიმართ წინასწარ მათ უკვე გარკვეული ინფორმაციები უნდა კონდეს და შესაბამისად ჩემი სურვილიც არის და მთავარი ის არის რომ მეცნიერული კვლევები საზოგადოებასთან იყოს უფრო ისეთ დონეზე მიტანილი და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ენიჭება პრესას და მასმედიას და მათ შორის რადიოსაც ძალიან ბევრი ის ადრესატი ისმენს ზუსტად ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია რომ ის ინფორმაცია კონდეს და შესაბამისად ჩაერთოს ამ პროცესების თუნდაც შეფასებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და მოსახლეობისთვის ეკოლოგიური ცნობიერების ღონისძიების ჩატარებას უფრო მეტი მე ვფიქრობ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ზუსტად აი მასმედიის ჩართვას და მე ვფიქრობ რომ ამ ხრივ მართლაც მომავალში უფრო მეტი აქტივობები იქნება ის საკითხები რომელიც ნამდვილად აქტუალური არის ბოლო შეგვიძლია ვთქვა ჩვენ მეცნიერული დაკვირვებების აქტიური კვლევების საფუძველზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროცესი გააქტიურდა საქართველოში, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ზუსტად იმ მრავალწლიურ კლიმატურ პირობების ცვლილებასთან. თუნდაც მცირედი შეცვლის შემთხვევაში უკვე ეს ასახვას პოვებს და თავუნა ახსენა მყინვარები, ასევე ძალიან აქტუალური არის სხვა პროცესებიც, რომელიც ნამდვილად პირდაპირ კავშირში არის კლიმატის ცვლილებასთან და თუ ჩვენ არ განსაზღვრავთ რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან და ჩვენ სხვა მიმართულებით დავიწყოთ მუშაობას, შედეგს ნამდვილად ვერ მივაღწევთ და შედეგი აუცილებლად არის პრევენცია და შედეგი არის აუცილებლად ის რომ ზუსტად ის ადრესატები ეს იქნება სოფლის მოსახლეობა, მუნიციპალიტეტი, შესაბამისი უწყებები, მთავრობის სხვადასხვა დარგები იყვნენ ამაში ჩართული და ჩვენ ვცდილობთ რომ ამ კომუნიკაციაში ჩავერთოთ და ასე გავაგრძელოთ მოღვაწეობა. აი თქვენ აღნიშნეთ ჩვენ გადაცემის ორივე სტუმარმა რომ ინფორმირებულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ვთქვათ მე რიგითი ადამიანი თქვენ მომაწოდეთ რაღაც ინფორმაცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. აი რა როლი შეიძლება შევასრულო მე როგორც რიგითმა ადამიანმა აი ამ პროცესში. ნუ ის რომ ვერ შევაჩერებთ ახლა ესე უცებ და ზოგადად შეჩერდება თუ არა არავინ არ ვიცით ხო, მაგრამ მე როგორც რიგითმა მოქალაქემ საქართველოსი რა წვლილი შემიძლია შევიტანო ვთქვათ აი ამ პროცესში, რასაც კლიმატურ ცვლილებასთან ბრძოლა ჰქვია. მათ მარტივად შეიძლება გავცეთ ამაზე პასუხი, თუნდაც გარემოს დაცვითი სხვადასხვა აქტივობები, სხვადასხვა საქმიანობები, რომლებიც ადამიანს მაცხოვრებელს, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება და ყველაზე მეტად დიდ ზარალს ნახულობს კლიმატის ცვლილების დროს, ეს უფრო განსაკუთრებით რეგიონებს, სოფლებს და სხვა დასახლებულ პუნქტებს ეხება. ქალაქები თავისთავად ჩართულია ამ პროცესებში, მაგრამ ქალაქებში ეს იმდანად არ იგრძნობა. თუ ისინი უფრო მეტად გაუფრთხილდებიან თავიანთ გარემოს, უფრო მეტ თავის აქტივობას, თავის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას
საქმიანობას, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებას უკვე გარემოს დაცვით საქმიანობაში გადაიტანენ და ამას ძალიან კარგად დაინახავენ ამ პრობლემების მთავარ არს, ეს ნამდვილად ნელ-ნელა რაღაც გარკვეულ დადებით შედეგს გამოიღებს. თავისთავად ამის ცვლილება ლოკალურ დონეზე ვერ მოხდება, ეს გლობალური პრობლემებია და თავისთავად ერთი კონკრეტული სოფელი შეიძლება მთელ დედამიწის პრობლემას ვერ გადაწყვიტოს, მაგრამ თვითონ თავიანთი საცხოვრებლის გარემოს გარშემო კარგად და აქტიურად ჩართვა ამ პროცესებში შეიძლება თვითონ თავიანთ პრობლემების მოგვარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ და ეს თავისთავად ცნობიერებაში მივდივართ მაინც და ამას ძალიან დიდი როლი ენიჭება ამ ხალხის ინფორმირებას. თუმცა იგივე თუ თქვენ დაზოგავთ ელექტროენერგიას, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე გარკვეულწილად თქვენ პატარა წვლილი შეგაქვთ იმაში, რომ კლიმატი არ შეიცვალოს. იგივე მაგალითად თუ გვექნება ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები. და არა ის სისტემა, რომელიც დღეს არის, ხო, ქვეყანაში. ანუ ჩვენ დღეს არ ვახდენთ მაგალითად ნარჩენების სორტირებას და ასე შემდეგ და ამით ძალიან დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს. ანუ აქ არის უამრავი სხვადასხვა მცირე ტიპის აქტივობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ არ ახდენს გავლენას, მაგრამ თუ ასე იფიქრებს რამდენიმე 1000 ადამიანი, 10000 ადამიანი, ხო, უკვე ეს იქნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა და ხელშეწყობა იმისა, რომ კლიმატი არ შეიცვალოს. აი ძალიან ბოლო რამდენიმე წელია ხშირად გვხვდება ყურში დედოფლის წყარო, ქარსაცავი ზოლის პრობლემა და ასე შემდეგ. თუმცა ეს არის ის პრობლემა, რომელსაც თქვათ ადამიანი თუნდაც ინფორმირებულობის დონეზე და მცირე წვლილის დონეზე ვერ მოაგვარებს, ხო, ეს არის რაღაცები, რასაც საკუთარი ხელით თქვათ ვერ გააკეთებ. ამ შემთხვევაში როგორია თქვათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მხარდაჭერა, როგორ გვარდება ეს პრობლემა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს პრობლემა ჯერჯერობით პრობლემად რჩება. თუმცა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის მაგალითზე მე შემიძლია ერთი ფაქტიც გავიხსენო, რომ აქ ძალიან კარგად იყო ქარსაცავი ზოლები, ფუნქციონირებდა და დედოფლის წყაროს ძალიან დიდი მიწის ფონდი აქვს და ის შეიძლება ვთქვათ საქართველოს ბეღელათაც იყო მიჩნეული, მაგრამ 20 წლის განმავლობაში, აი ბოლო 20 წლის განმავლობაში ქარსაცავი ზოლები გაიჩეხა მაქსიმალურად იქ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ. ეს ძირითადად დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა არ იყო, სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? რაც არ უნდა, ეხლა არის საუბარი გარკვეული ნაწილები გაშენდა, მომავალშიც გაშენდება, მაგრამ თუ ის არ იქნა მოსახლეობის მიერ დაცული და თუ კიდევ გაგრძელდა ამ მცენარეების გაჩეხვა და მცენარეების გაჩეხვა ხდებოდა იქ ძირითადად ზამთრის პერიოდში, როდესაც აღსანიშნავია იქ მოზამთრე ხალხი ვინც სახლობს, მათ ჰქონდათ სხვადასხვა საშუალებები, სამწუხაროდ დღეს არანაირი საშუალება აღარ აქვს, დარჩა მხოლოდ ეს ქარსაცავი ზოლის გაჩეხვის იმედად და თუმცა ბოლო პერიოდში რამოდენიმე ადგილას შეინიშნება უკვე მზის ბატარეების დაამონტაჟეს ამ ხალხმა და ცდილობენ რომ ეს შესაბამისად ალტერნატიული ენერგიაც გამოიყენონ და მაქსიმალურად ამ ხრივ ალბათ ქარსაცავი ზოლები რომ გაშენდება მომავალში და მე ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა გაშენდეს შედარებით უფრო დაცული იქნება. მე ამოვიკითხე კლიმატის ცვლილებისადმი განსაკუთრებით გრძნობიარე რეგიონებს შორის, ქვემო სვანეთსა და დედოფლის წყაროს რაიონზე ვისაუბროთ, საქართველოს შავი ზღვისპირეთი. აი ამ ხრივ რა პრობლემები მაქვს, იმიტომ რომ ყველას ძალიან გვიყვარს ზღვაზე დასვენება და მით უმეტეს ტურისტულად ძალიან საინტერესო ზონაა. აქ რა პრობლემებს ვაწყდებით და რა შეიძლება გავაკეთოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად? საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ კლიმატის ცვლილება ყველა კომპონენტზე აისახება და მათ შორის ძალიან საინტერესო და აქტუალური რაც არის შავი ზღვის სანაპირო ზოლი, ეს არის თუნდაც იმ საკურორტო სეზონებთან მიმართებაშიც. ამავდროულად თუ სეზონი დაუშვათ ბოლო პერიოდში ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიური ნალექი მოსულა და ფაქტურად სეზონი ჩავარდნილა. იყო რაღაც გარკვეული მცდელობა, რომ გარკვეული ქმედებები, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით შებრძოლებოდნენ ასეთ სანაპირო ზოლში ჭარბტენიანობას, მაგრამ ეს რასაკვირველი არასწორი მიდგომა იყო და საბედნიეროდ არ განხორციელდა სხვადასხვა მეთოდებზე საუბარი. მაგაზე იყო საუბარი და თავისთავად ეს ასახვა არის მცირედით. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ გარკვეულწილად რაღაც გარკვეული მასშტაბებით მოიმატა ნალექიანობა ან რაღაც გარკვეული ცვლილებები იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში აი შეუერაღებელი დათვალიერებაში შემთხვევაშიც და აი დაკვირვების შემთხვევაშიც ეს საგრძნობელი გახდა და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ეს აუცილებელია რომ ამ მიმართულებით კვლევები ჩატარდეს. ანუ ვინც არის ამ კვლევებში ჩართული, მათ უფრო მეტი დაფინანსება მიეცეს, უფრო მეტი ხელშეწყობა იყოს, რომ ეს გარკვეული ციფრები და გარკვეული დაკვირვებების ქსელი იყოს უწყვეტი.
ძალიან კარგი ციფრები და შესაბამისი დაკვირვების ქსელები იყო ამ ხრივ და ეს გარკვეულ პერიოდში შეჩერდა. ამიტომ ზუსტად ჩვენ კი გვაქვს გარკვეული ცნობები, მაგრამ დეტალურად ამის თქმა გვიჭირს, მაგრამ აი თუნდაც ეს სანაპირო ზოლი, ეს საკურორტო სეზონი და შემდგომ პერიოდში უკვე აი საკურორტო სეზონის დამთავრების შემდეგ შემოდგომაზე და ზამთრის პირობებში ძალიან ხშირად არის ზღვის შემოტევა ხმელეთზე. ანუ რაც ზაფხულში ინფრასტრუქტურა შეიქმნა, შეიძლება ზამთარში ის მთლიანად გამოიყო ეს ფაქტი. ძალიან ბევრი ფაქტი იყო სამწუხაროდ და არასოვრად დაგეგმარებამაც გამოიწვია ეს მარტო კლიმატის ცვლილებასაც შეიძლება ვერ დავაბრალოთ, მაგრამ ჯამურად ეს ყველაფერი თავს იყრის და წარმოვიდგინეთ სეზონის წინ თუ ყველანაირი ინფრასტრუქტურა რაც სანაპირო ზოლში გაკეთებულია აღარ ქონდა, ხომ? ეს ძალიან დიდი ზარალია, ძალიან დიდი უარყოფითი ფაქტია და ყველაფერს ამას ჭირდება ძალიან კარგად დაგეგმარება. შეიძლება ის ინფრასტრუქტურა იმ ზღვიდან მოშორებით გაკეთებული იყო და პრობლემები აღარ შეიქმნებოდა. ასე რომ სანაპირო ზოლით ძალიან გზნობიარია, ძალიან მით უფრო იქ აი ამ ზონაში განსაკუთრებით აჭარის და ასევე გურიის რეგიონზე უნდა ვთქვათ ეს ყველაფერი და ასევე სამეგრელოს ნაწილ ტერიტორიაზე რომ იქ მოსახლეობის მდგრადი განვითარება და მოსახლეობის დამაგრება ასევე საკურორტო სეზონებთან არის პირდაპირ კავშირში და თუ ეს ყველაფერი არ იქნება კარგად შესწავლილი და შეფასებული და თუნდაც ეს სანაპირო ზოლი დაცული, მაშინ მათი პრობლემები შეიქმნება იქ სოციალური ისე როგორც ზამთარში შეექმნა წელს ზამთრის კურორტებს. გიორგის არ ვთქვამს, ჩვენ გარკვეულწილად გქონდა ინფორმაცია, რომ ეს პრობლემა შეიქმნებოდა ამ ზამთრის კურორტებზე, რომ ნალექები მცირე რაოდენობა მოვიდოდა, ან უფრო მეტი რაოდენობა მოვიდოდა მოგვიანებით, როდესაც ასე ვთქვათ, ეს საკურორტო სეზონის მიწურული არის. იმედი ხა მომავალში არ ვიცი ხა შემდეგ წელს როგორი პროგნოზები აქვს გიორგის, მაგრამ შეიძლება იგივე პრობლემა შეიქმნას მომავალშიც, ხო? ეს გარკვეულწილად ადამიანების მოსახლეობის, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების სფეროც არის, არა? ამიტომ ჩვენ აქედან გამომდინარე უამრავ ეკონომიკურ პრობლემებს ვაწყდებით თავისთავად, ანუ თქვენ წარმოგიდგენთ კლიმატის ცვლილება პირდაპირ დასაქმების საკითხს და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხს უკავშირდება. თუ შეიძლება თქვენ ებართვით მე რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ქარსაცავებზე, რომელთა გარშემოც ესე ვთქვა ძალიან ბევრი და აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ დაახლოებით 30-მდე ჟურნალისტი წავიყვანეთ გორის მუნიციპალიტეტში, სადაც ვანახეთ სამწუხაროდ გაჩეხილი ქარსაცავები მოსახლეობის მიერ და გორის მუნიციპალიტეტი არ არის გამონაკლისი, ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ეს ძალიან რთული პრობლემა. სხვათა შორის ახლა გორის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთი პროექტის ჰოლანდიის მულტიპარტიული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო როგორც ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია გააკეთა, ასევე შეიქმნა აქტიური ჯგუფი, რომელიც ქარსაცავებზე აქტიურად მუშაობს და მუნიციპალიტეტმა თანხებიც კი გამოყო და უკვე ძალიან მალე დაიწყება იქ ქარსაცავების აღდგენა, მაგრამ დაახლოებით საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფოს არც ერთ სტრუქტურას არ გააჩნია ზუსტი სტატისტიკა. ქარსაცავები 70%-მდე არის განადგურებული. არ არსებობს და რამდენად სამწუხაროა ის, რომ მაგალითად ჩვენ თუ გარკვეულ მედია მონიტორინგს გავაკეთებთ, ჩვენ ვნახავთ, რომ მაგალითად ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ხა არ ვასახელებ სახელს, ქარსაცავები გაიჩეხა, თითქოს იყო ამორტიზირებული და რა იყო იცით ქარსაცავების გაჩეხვის ერთ-ერთი საბაბი, რომ ეს შეშად დაურეგდებოდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. ანუ ჩვენ გამოდის, რომ სიტყვაზე დღეს ჩვენ რაღაცა სოციალურ დაუცველ მოსახლეობას დავეხმარეთ 200 ლარით, თქვათ, მაგრამ ქვეყანას მივაყენეთ 1000 და 2000 ლარის ზარალი. ერთი პრობლემიდან უფრო დიდი პრობლემა შეგვქონდა. იგივე არის ქარსაცავებთან მიმართებაში. ეს ქარსაცავები რომ არის გაჩეხილი, მაგალითად მე ძალიან კარგად ვიცნობ გორის თემას და გორის მუნიციპალიტეტის ამ თემასთან მიმართებაში, გლეხები ამბობენ, რომ თუ ქარსაცავების არსებობის პერიოდში წყალი ამოდიოდა დაახლოებით 8 მეტრს, ეხლა უკვე 12-13 მეტრი უნდა იმისთვის, რომ წყალი ამოვიდეს, ხო? ანუ გარკვეულ უამრავ პრობლემას ქმნის და პრობლემა, რასაც ნებისმიერი გლეხი, ნებისმიერი ფერმერი გეტყვით თქვენ, არის ის, რომ თუ არ არის ქარსაცავი, არ არსებობს, ხო? დაახლოებით 10-15% მოსავლის ადგურდება. ანუ ჩვენ არა გვაქვს დღეს ეს ქარსაცავები, იცით, არ არის რაღაცა ხეების, რაღაცა მიჯრით ხეებია დარგული და
რაღაცა სისტემას ქმნის. ეს არის მთლიანი სისტემა, როდესაც ეს ქარსაცავი შენდებოდა გათვალისწინებული იყო ქარების ინტენსიურობა, მათი მიმართულება, სიჩქარე, ამის მიხედვით უკვე მცენარეების ჯიშები არის განსაზღვრული და ასე შემდეგ და სამწუხაროდ მე გითხარით რომ დღეს არ აქვს ზუსტი სტატისტიკა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტსაც აქვს, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ ზუსტი სტატისტიკა ამის შესახებ. სამართლებრივადაც ბოლომდე არ არის გარკვეული ამ ქარსაცავების სტატუსი, იმიტომ რომ მე გითხარით რომ მე მედია მონიტორინგს როცა ვნახულობ, ხედავთ რომ იჭრება, იჩეხება, იყიდება. ხო, ანუ როგორ იყიდება, რა სტატუსის მქონე, რატომ იყიდება, ეს სხვა საკითხია, ხო კიდე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ სხვადასხვა დონეებზე ვთქვათ, ვაყენებთ ამ საკითხს, რომ მომავალში რაღაც ერთიანი სტრატეგია, პოლიტიკა ექნება ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ ეს ქარსაცავი გარდა იმისა, რომ ეს არის დამატებითი ასე ვთქვათ ტყის საფარი, რომელსაც ჩვენს ქვეყანას ვაძლევთ, ასევე მას აქვს ძალიან ბევრი სხვა დატვირთვა. იგივე მოსავლიანობაზე ვისაუბრე, იგივე ინფრასტრუქტურასთან დაცვას, ინფრასტრუქტურას იცავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იმედი მაქვს, რომ მომავალში სახელმწიფო პოლიტიკა ამ საკითხის მიმართ გააქტიურდება. ბატონო გიორგი, მე ამოვიკითხე, რომ აჭარა საქართველოს რეგიონებიდან ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ტერიტორია, საიდანაც ბოლო 15 წლის მანძილზე 10,000 ემიგრანტი გადასახლდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში. არის თუ არა მსგავსი კიდევ ესეთი სავალალო მდგომარეობის და ციფრების მქონე რეგიონი, რითია ეს ყველაფერი განპირობებული და აი ვთქვათ ერთგვარად საშიშ ზონაში ცხოვრობდა, ხო? ცხოვრობდნენ ეს ადამიანები. გარდა იმისა, რომ მოხდება გაუკაცრიელება იმ ტერიტორიების, აი ესე რომ დავსვათ საკითხი, ვთქვათ იმ საშიშ ზონაში რომც არ ცხოვრობდეს ადამიანი, შავდება ამით რამე, რა მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების იმ ტერიტორიაზე ყოფნას? სამწუხარო სტატისტიკა არის რეალურად მთიანი აჭარის რეგიონები ამ მხრივ გამორჩეულ რეგიონს წარმოადგენს. განსაკუთრებით სტიქიურმა პროცესებმა დააზარალა და დააზიანა 25 წელი ეს პროცესი გრძელდება ხულოს მუნიციპალიტეტი. ხულოს მუნიციპალიტეტიდან ეკომიგრანტები ძალიან ბევრ ადგილას მოხდა მათი განსახლება. სამწუხაროდ ზოგიერთ ადგილას, სადაც ეს ეკომიგრანტები დასახლდნენ და ჩვენ გვაქვს მათთან შეხვედრა, ვსწავლობთ ამ ტერიტორიებს და შესწავლილიც ჰქონდა ეს ტერიტორიები მანამდე, უფრო უარეს პრობლემებში მოხვდნენ ისინი. ხშირ შემთხვევაში არის დაკანონება მათი საცხოვრებლების, შეზღუდული საძოვრების, სახნავ-სათესები და სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხვევაში ეს რაც მოხდა ზოგიერთი ფაქტი 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც დაიწყო პირველი ტალღა რაც იყო შედარებით მოწესრიგებული იყო, ხოლო 90-იან წლებში გააქტიურდა 97-98-ში წავიდა კიდევ დიდი ნაკადი ხულოს მუნიციპალიტეტიდან. ამ პერიოდში სადაც ჩასახდა ეს მოსახლეობა, ყველგან გაცილებით უფრო მეტი პრობლემები დახვდათ. მართალია, ეკოლოგიური პრობლემები იქ არ არის, უფრო მეტად მოგვარებულია, მაგრამ სამაგიეროდ არის სხვა პრობლემები და ხშირია შემთხვევები არა მარტო დაუშვათ ამ ტერიტორიებზე, ხშირია შემთხვევები იქ მოსახლეობასთან კონფლიქტების და გარდა ხულოს მუნიციპალიტეტისა ეკომიგრანტები ძალიან თვალშისაცემი ციფრი შეგვიძლია ვთქვათ, ასევე მოვიტანოთ სვანეთის მაღალმთიანი სოფლებიდან 87-89 წელს იქ საკმაოდ მძლავრი ზვავური პროცესები განვითარდა და ეს ხალხიც ასევე ჩაასახლეს სხვადასხვა დასახლებებში, ზოგან ახალი დასახლებაც გაჩნდა და იყო რამოდენიმე შემთხვევა, რომ კონფლიქტი მოხდა და ამ კონფლიქტს შეეწირა მოსახლეობაც და სხვებლის დაფიქსირდა, განსაკუთრებით ეს წალკის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა. ეკომიგრანტების თემის შემთხვევაში ჩვენ ვერაუვლით გვერდ სოფელ ერისიმედს, რომელიც გასულ წელს ზუსტად აი პროგრამის ფარგლებში მოვინახულეთ და შეიძლება ვთქვათ, რომ ერისიმედი, ეს მართლაც ერისიმედია, განსაკუთრებული თემა არის. ეს არის სოფელი, რომელიც 1999 წლის შემდეგ დაარსდა, თუმცა მანამდე სიღნაღის იმდროინდელი ხელმძღვანელის უშუალო ძალისხმევით იქ გაჩნდა გარკვეული დასახლება და შემდგომ ეს სოფლის სტატუსად გადაიქცა და ეს არის მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს და ზუსტად ამ სოფლის ერისიმედის იქ არსებობამ მოგვიტანა ის, რომ მდინარემ შემდგომ შეიცვალა კალაპოტი და ეს სოფელი ჩვენ საკუთრებაში დარჩა და იურისდიქცია ვრცელდება იქ.
თუმცა მათ ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, მაგრამ ერთი დეტალიც მინდა აღვნიშნო, ის პრობლემები რაც გასულწევს იყო, რაც გაშუქდა და ძალიან კარგად გაშუქდა იმ ფარგლებში, ზოგიერთ შემთხვევაში აქამდე ერისივეცი ამ ყველა ინფორმაციები ნამდვილად არ იყო გაშუქებული, მოყვა ის რომ ბოლო პერიოდში იქ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, გარკვეული ცვლილებებიც შეეტყო ამ სოფელს და არა მარტო ერისიმედი, ესეთი ძალიან ბევრი დასახლებებია და ესეთ დასახლებებს ჭირდება შველა, დახმარება და მათ შორის ეს პრობლემები უნდა საზოგადოებამაც იცოდეს, ხომ? კიდევ ერთხელ აღვნიშნო, მთიანი აჭარის გარდა სვანეთშიც არის ეკომიგრანტების და ასევე სამწუხაროდ ეკომიგრანტების რამოდენიმე ფაქტიც დაფიქსირდა თუნდაც იმ ადგილებში, სადაც ზუსტად ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვია არა ბუნებრივმა პროცესებმა და არა იმ მიმდინარე პროცესებმა, არამედ იქ არასორმა სამეურნეო საქმიანობამ და 20-მდე კომლი გვაქვს ჩვენ აღწერილი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რომელიც ზუსტად მანგანუის მადნის მოპოვების შედეგად მოხდა იმ ტერიტორიების დაზიანება, გამოუსადეგარი გახდა ეს ადგილები და იქიდან მოსახლეობა ეკომიგრანტის სტატუსით სხვაგან იძულებული გახდა წასულიყო. რაც შეეხება დაავადებების თემას, ესეც მითია თუ რეალობა, რომ კლიმატის ცვლილებასთან თითქოს პირდაპირ კავშირში არის გარკვეული ეპიდემიების გავრცელება, ჩვეულებრივი ადამიანური დაავადებების ზრდა და აი ამ მხრივ თუ არის რომელიმე რეგიონი, რომელიც სწორედ ჯანმრთელობის თვალსაზრისით ადამიანებისა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ამ თემას რაც შეეხება ეს არ არის მითი, ნამდვილად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ გარკვეული ფაქტები არის, მაგრამ კონკრეტულად აი ზუსტი ამ მიმართულებით სამწუხაროდ კვლევები არ არის, არა და აუცილებელია ზუსტად ეს კვლევები უნდა ჩატარდეს და ამაში უნდა დაფინანსდეს და უნდა ამ მიმართულებით იყოს ხანგრძლივი კვლევები და რაც ერთი ეს მოსახლეობის დაავადებასთან ერთად ძალიან ინტენსიურად უკვე ბოლო პერიოდში შეიგრძნობა და ჩანს აშკარად განსაკუთრებით ეს ეხება თუშეთის ტერიტორიას და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, რომ იქ არსებული ტყის მასივი ზუსტად ბოლო პერიოდში ინტენსიურად დაიწყო ხმობა და ეს ჩვენის აზრით ეს რაღაც კავშირში უნდა იყოს. ჩვენ გქონდა ბიოლოგებთან ამ თემაზე საუბარი და კონსულტაცია და ნამდვილად ბოლო პერიოდში თუ ეს დაუშვათ ერთი საუკუნის უწყვეტ პერიოდში კვლევის დროს არ ჩანდა და გამოჩნდა ბოლო პერიოდში, კითხვა აუცილებლად უნდა დაისვას, ხომ არ არის ეს კავშირში იმ ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილებასთან და ერთი საუკუნის განმავლობაში გარკვეული ცვლილება ნამდვილად საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილებაზე საუბარი დაფიქსირდა. თუშეთში ძალიან უნიკალური ტყე გვაქვს ფიჭვის უზარმაზარი ტყეებია და იქ აშკარად ბოლო პერიოდში პრობლემა გახდა უკვე ამ ტყეების შენარჩუნება და ხმობა დაიწყო. ასევე არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და ეს ჩვენის აზრით და ჩემის აზრით განსაკუთრებით პირდაპირ კავშირში არის თუნდაც იმ კლიმატის ცვლილებასთან და ასევე თავისთავად ზოგიერთ რეგიონში ასევე სხვადასხვა მწერები გაჩნდნენ დასავლეთ საქართველოშიც მოხდა ეს ყველაფერი. მართალია ზოგიერთი მწერის შემოყვანაზეა საუბარი და სხვა კუთხით ფიქრობს მოსახლეობა, მაგრამ ფაქტია რომ ეს მანამდე არ იყო იქ გავრცელებული და რაღაც გარკვეული მიზეზით შეიძლება ქონდეთ ამათ და ეს საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს სცენარეული საფარის გახმობა, სხვადასხვა თუნდაც კულტურების დაზიანება ადამიანის ჯანმრთელობაზე ასახვას პოვებს და სამწუხარო შედეგებიც ნელ-ნელა ფიქსირდება. მაგრამ მაგალითად აი თქვენ გლობალური დათბობა ახსენეთ, ხო? თუ ეს კლიმატის ცვლილება ასევე ამ ტემპერატურების მაქსიმუმების შეცვლასაც გულისხმობს და მოგხსენებათ მაღალი ტემპერატურა შეიძლება უშუალოდ რა თქმა უნდა არ იწვევს რაღაც დაავადებას, მაგრამ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ეს უკვე არის ძალიან დიდი პრობლემა, მაგალითად გული დაავადებული ხანდაზმული მოსახლეობისთვის, ხო? თუ ტემპერატურა იქნება იმაზე მეტი, რასაც არის ორგანიზმი შეჩვეული და ეს მაქსიმუმი იმ არეალში, იმ გეოგრაფიულ არეალშია საუბარი, მაქსიმუმს გადააჭარბებს, ხო? რა თქმა უნდა, მოსახლეობა არის რისკის ქვეშ, რომ მათ სიცოცხლე საფრთხე შეექმნას, ისევე როგორც ბავშვები, ანუ ეს მოწყვლადი ჯგუფი ხანდაზმულები და ბავშვები, რა თქმა უნდა, არიან ამ კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში. გიორგი მაგ ახსენა სხვადასხვა სცენარიული დაავადებები, ჩვენი თვალით ვნახეთ სწორედ ერთ-ერთი ექსპედიციის დროს ასეთი ტყის მასივი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და ასევე ეპიდემიები, ეხლა რა თქმა უნდა
რაღაც ერთი ხელის მოსმით ეს ეპიდემია არ გაჩნდება და ასე შემდეგ, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს ისეთი მოვლენები და ჩვენ მთავარია რომ ეს მოვლენები უნდა გქონდეს შესწავლილი და უნდა ვიყოთ მზად ასეთი რისკებისთვის. სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ყველა კომპონენტს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, ყველა რისკს სჭირდება ძალიან კარგი ანალიზი და ყველა რისკს სჭირდება შესაბამისი პრევენციის ზომების გატარება. აი ეპიდემიებთან დაკავშირებით ამოვიკითხე რომ მალარიის გავრცელების არეალის თითქოს იზრდება და რაოდენობას ნუ ახლა ძალიან რო არ შეშინდეს ჩვენი მსმენელი შესაძლოა ეს საგანგაშო მდგომარეობაც არ არის, მაგრამ ეს ბავშვობიდან ღრმად წამდა რომ ეს მალარია იყო მხოლოდ გავრცელებული აფრიკის ტერიტორიაზე. თურმე ნუ რას უკაცრავად, აი რაც დრო გადის უკვე დაავადებას უკვე იცვლის თავის გეოგრაფიულ მდებარეობას. და ბოლოსკენ აუცილებლად ვისაუბროთ იმის შესახებ, უბრალოდ ვისაუბროთ არა, ერთგვარად მიმართვა თქვენი მოსახლეობის მიმართ ჩვენი საეთერო დრო სამწუხაროდ იწურება. ყველაფერი აღმოჩნდა რომ ერთმანეთთან ძალიან ესე ჯაჭვურად არის გადაბმული. გარდა იმისა რომ ჩვენ შეგვიძლია რომ მოვუაროთ იმ ტერიტორიას ინფრასტრუქტურას რომელსაც ცხოვრობთ, თუ ასე არ იქნება ეს ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება. თქვენი მიმართვა რა იქნება ჩვენი ვთქვათ მსმენელის მიმართ, რომელიც ალბათ დარწმუნებული ვარ ყურადღებით გისმენდა და იქნებ მათ შორის იყვნენ ის ადამიანები, ვინც აი ესე ნელ-ნელა ჩვენი რაოდენობა გაიზარდოს და გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკოლოგიურ ვთქვათ სისტემას. პირველ რიგში უნდა თქვა ის საკითხი, რომ კლიმატის ცვლილება მარტო დათბობას არ ნიშნავს, ამაზეც მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ წერს ძალიან აქტუალური იყო აციება და საკმაოდ ბევრ რეგიონში დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა და ამაზეც მინდა მოკლედ თქვა, რომ კლიმატის ცვლილება დათბობასთან ერთად აციებასაც ნიშნავს და ზოგჯერ ესეც ფიქსირდება და სამწუხარო ამის მაგალითებიც მიმდინარე წერს იყო და როგორც მაღალი ტემპერატურები, ასევე დაბალი ტემპერატურები გაცილებით უფრო რთულია და ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა წერს დაბალი ტემპერატურის. მოსახლეობა არ იყო მზად ესეთი დაბალი ტემპერატურა. აიყინა მდინარეები და რაღაც სხვა პროცესები იყო. რაც შეეხება მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესების თვალყურის დევნაში და ნებისმიერი ქმედება, თუნდაც ის რომ აი ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი ხო თამუნომაც აღნიშნა და მეც იგივეს გავიმეორებ რომ აი ყოველდღიურად რომ დაზოგოს ენერგია პირველ რიგში ეს თავის ბიუჯეტზე იმოქმედებს. ასევე დაზოგილი ენერგია საბოლოო ჯამში რაღაც გარკვეული ნათელი წერტილი იქნება იმ გლობალური მასშტაბით და ძალიან საინტერესო იქნება თუ ჩემი ინიციატივაც იქნება და სურვილიც იქნება რომ აი სხვადასხვა უწყებებმა სხვადასხვა დღეს დედამიწის საათი არსებობს ესეთი მარტის თვეში იგეგმება ყოველთვის სოფლიოში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთი კონკრეტული დღე. ეს უნდა იყოს ხშირად და ყველა ორგანიზაცია თუ ამას გამოეხმაურება და მოსახლეობაც აქტიურად იქნება ჩართული, ეს გარკვეული ერთი დადებითი ფაქტი იქნება იმ პრობლემების მოგვარების მიზნით. ასევე ძალიან უნდა მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოს, არ მოხდეს მისი მაქსიმალურად დაბინძურება, მაქსიმალურად უნდა იქნეს ტყეები დაცული და ის საცხოვრებელი გარემო, სადაც თვითონ ცხოვრობს ადამიანი და ყოველგვარი ეს ქმედება საბოლოო ჯამში რაღაც გარკვეულ შედეგს გამოიხებს. აი მაგალითად შეიძლება ძალიან ელემენტარულია, მაგრამ ბევრი მსმენელისთვის შეიძლება აქტუალური. იგივე ეს მაღალი გამავლობის მქონე მანქანები, ეგრეთ წოდებული ჯიპები, რომელიც ვისაც გვიმოგზაურა ხა სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენ გვინახავს, რომ თბილისი და საქართველო არის თუ რაღაც აზიის გარკვეულ სახელმწიფოებს არჩევთ, უპრეცედენტო დიდი რაოდენობით ესეთი მანქანები დადის, ხო? ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, მეტი საწვავის მოხმარებას და მეტ გამონაბოლქს, ხო? ანუ ესეთი მცირე, ასე ვთქვათ, არ არის ეს მცირე საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ფაქტორიც კი გავლენას ახდენს გარემოზე, ხო? ამიტომ ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, ინდივიდების ქმედება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ ინდივიდებამდე ინფორმაცია უნდა მიიტანოს სახელმწიფომ. რაღაცა ინსტიტუციებმა, ხო, რომ ეს იყოს კოორდინირებული და სისტემური. ამიტომ მე ვთვლი, რომ სახელმწიფოსათვის გარემოს დაცვითი განათლება უნდა იყოს პრიორიტეტი და მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არ შეიძლება, რომ გარემოს დაცვის საკითხები იყოს რაღაც კლასგარეშე დავალებასავით, ხო? ეს უნდა იყოს პრიორიტეტული ქვეყნისთვის, ნებისმიერი ინსტიტუციისთვის, იქნება ის თვითმმართველობა, თუნდაც რაღაცა ბიზნეს კომპანია რო ავიღოთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვქმნით იმ გარემოს, რომელშიც ჩვენი შვილები იცხოვრებენ მომავალში და ჩვენ ვალდებული ვართ მომავალ თაობებს
მინიმუმ შეუნარჩუნოთ ის რაც არის თუ არ გავაუმჯობესებთ მას, მაგრამ დღეს ჩვენ დღევანდელი ქმედებებით ვაკეთებთ ან ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად რომ ჩვენ მოვალ თაობა სამწუხაროდ უარეს გარემოს ვუტოვებთ, ხო? ამიტომ ჩემი აზრით ეს უნდა იყოს გარკვეული სისტემა, ალბათ სახელმწიფოს ჩარევა და სახელმწიფოს პოლიტიკა იქნება უნიშნულოვანესი, იმიტომ რომ იმისათვის რომ მოსახლეობის ცნობიერება უნდა რადიკალურად შეიცვალოს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი რა ქმედება ახდენს გავლენას, რა ქმედება მოახდენს პოზიტიურ გავლენას გარემოზე, რა ქმედება მოახდენს ნეგატიურ გავლენას. სხვათა შორის ჯიპებთან დაკავშირებით გამახსენდა, ჩემი ჰოლანდიელი მეგობარი მყავს და არსებობს ესეთი კანონი, ადამიანებს, რომლებსაც სურთ რომ ყავდეთ ჯიპი, ისინი ხდიან დამატებით გადასახადს ამ მანქანის ფლობისათვის. კი, და ამის თანხარ შემდეგ უკვე ხმარდება ქვეყნის, ასე ვთქვათ, გარემოს დაცვას. აი მსგავსი პრევენციები რამდენად ადვილად მიიღებს თქვა ჩვენი საზოგადოება, იგივე თქვენი პროგრამიდან გამომდინარე, ამ რამდენი ხანია უკვე ხო ხორციელდება, გაიზარდა ცნობიერება საზოგადოების და მზად არის იგი რომ თქვა აი ესეთი ღონისძიებები გაატაროს, თვითონაც იყოს ამ ყველაფრის ინიციატორი, რომ გაუფრთხილდნენ შემდეგ ამ თავიანთ გარემოს. ანუ ჩვენი პროგრამიდან გამომდინარე მე ვახსენე რომ რა თქმა უნდა საზოგადოების ინფორმირების ამაღლება არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, მაგრამ არა უმთავრესი, მაგრამ მე ნამდვილად ვარ ამაყი, რომ ალბათ კლიმატის ცვლილების კუთხით და გარემოს დაცვის კუთხით ჩვენი პროექტი არის ისეთი პროექტი, რომელზედაც ყველაზე მეტი დაიწერა, ყველაზე მეტი სიუჟეტი მომზადდა, ყველაზე მეტი რადიო გადაცემა გაკეთდა. ეს არის ეს სტატისტიკა ჩვენ გვაქვს და საბედნიეროდ ეს არის ასეთი პროექტი ჩვენ თელ რიგ მაგალითად ჟურნალ ლიბერალმა უკვე ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტატია გააკეთა. რა თქმა უნდა იმის გაზომვა ჩვენმა პროექტმა რა შეცვალა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი რომ ჩვენი ქმედებებით ადამიანების გარკვეულ ნაწილს მაინც მივაწოდეთ ინფორმაცია ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ შემდგომშიც გვეგმავთ თელ რიგ საინტერესო ღონისძიებებს, ამ არეალსაც გავაფართოვებთ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ასე ვთქვათ, გვეყოლება თანამოაზრე ამ თემასთან დაკავშირებით. იცით, აი ეს კულტურა იმისა, რომ გარემოსთან მიმართებაში როგორ ვექცევით გარემოს, ჩემს აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუნდაც ეს ჯიპების თემა არის სამწუხარო ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ ეხლა ეს შეიძლება სხვა ფსიქოლოგიური მომენტებია თუ რა მომენტებია თუ ინფრასტრუქტურის თუ ასე შემდეგ, რომ რატო ყავთ ამდენი ჯიპები, ასე ვთქვათ, საქართველოში მთელი რიგი საინტერესო ფენომენია სხვათა შორის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კულტურა იმისა, რომ ეს დავაკავშიროთ ჩვენს გარემოსთან და იმ ნეგატიურ შედეგებთან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცნობიერების ამაღლებამ სწორედ უნდა შეცვალოს ჩვენი კულტურა და მიმართება გარემოსთან დაკავშირებით. მე იზღა დამჩენია რომ წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმეში, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ და ვისურვო ის რომ ადამიანები არამხოლოდ ინფორმაციის მიმღებნი იყვნენ უკვე თქვენი პროგრამის წყალობით, არამედ აქტივისტები გახდნენ თქვენი პროგრამის და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმ ყველაფრის დაცვაში, რაც ჩვენთვისვე არის სასარგებლო და მნიშვნელოვანი. ჩვენ მსმენელებს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები გახდნენ პროგრამის კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ინსტიტუციონალიზმის საქართველოს რეგიონების საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თამარ ბაგრატია და თესეუს ასისტენტ პროფესორი ბატონი გიორგი დვალაშვილი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა წარმატებისთვის და ყოველთვის გელოდებით ჩვენთან ეთერში, იმიტომ რომ ეს თემა ნამდვილად ყოველთვის საჭიროებს ბევრ საუბარს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გარკვეულწილ შევიტანთ ჩვენივე გადაცემით აი ამ პროცესში, რასაც კლიმატის ცვლილებისადმი ბრძოლა ჰქვია. და მოდით ეთერი დავასრულოთ მცირე აუდიო ჩანაწერით, რომელიც სწორედ ჩვენს თემასთან არის დაკავშირებული და თქვენ კი დაგემშვიდობებით დიდი სიამოვნებით არა, კიდევ დიდხანს ვისურვებდი და ვიქნებოდი თქვენთან ერთად ეთერში, მაგრამ მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. აქვე მე მგონი წინა ეთერში ვთქვით, რომ თქვენს და ჩვენი პროგრამაც მემსახურებით ჩვენი მემკვიდრეობის დაცვას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც იკვეთება ასე ხშირად ჩვენი ინტერესები. ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ ჩვენს მორიგი შეხვედრების დროს უფრო ნაკლებ პრობლემაზე გვექნება სასაუბრო დრო და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც თქვენი პროგრამის მიხედვით არის
დასახული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მეც მშვენივრს ცოტა ხნით დამემშვიდობებით და მალევე დაგიბრუნდებით მეგობრებო პირდაპირ ეთერში ეს Folk Radio FM 99.3.